აი უყურეთ ახლა ფარია ჩვენ ხშიგიდან ფარზე უკიდე ორივე ხელი. იმიტომ რომ ფარი მოიმორჯოს. ფალანგის ხალხს ესე არ აქონდა რა. ფარი იყო მხარზე გადაკიდებული აი ესე და ხელი რო გაიშვეს ხელი გამოიღე. აი ეს ხელი და შულს მოკიდე. აი ესე. ამ შულს მოკიდე ორი ხელი. ანუ როგორ რაღაცა იყო ეს გამოძრე საერთოდ. აი ეს ფარი იყო ჩამოკიდებული მკერდზე. აი ეს. მეორე ხელი ქონდა თავისუფალი. შეიძლება პირდაპირ მოეკიდებინა იმისთვის. ანუ დაარტყმა ორი ხელი დაარტყი. აი ორი ხელით უფრო ძლიერი დარტყმა რო ყოფილიყო. ეს ფარი ზედა ქონდა. და აი ეგეთი რაღაცა იდგა მწყრივში და მოდიოდნენ. წინ მიდიოდა მსუბუქად. მსუბუქი როგორ ჰოპლიტები იყვნენ, ჰოპლიტებს ეძახდნენ, იმათ აქონდათ გაცერები დიდი ფარები. აი როგორ ვთქვათ, მუხლებიდან აი აქამდე რომ მომწოდეს დიდი მრგვალი ფარი, ჰოპლონები ერქვათ. ეს ჰოპლიტი მოდიოდა ჰოპლონით, ძიმე ფარით. და ძირითადად იბრძოდა იმით, რა ქვია, ფარით, ანუ ფარს არ ტყავდა და ხმალი. გრძელი ხმალი ეჭირა ტიპს. და ჰოპლონის უკან ჰქონდა ეს ფარი, ანუ წინ თუ ვიდექი მე, ხო და ეს მეწირა ამ ხელა ფარი. ამ ხმალს ვერ ახედავდი. ანუ ამ ხმალს მე საიდან ვიხმარდი, ქვემოდან, ზემოდან თუ რას გადავწყვიტავდი, ვერ ახვდებოდი. ანუ მთლიან ტანს მიფარავდა, უშველებელი ფარი იყო რა და ესენი წინ მიდიოდნენ, უკან მოდიოდნენ ისინი, რა ქვია, გრძელი შუებით შეერაღებული ხალხი. და დარიოს აყავდა ეგეთი საიდუმლო. საიდუმლო როგორ? იარაღი საბრძოლო ეტლები, ეტლებს გვერდებზე ის ქონდა გამოშვერილი ეგეთი დიდი დანებივით რაღაცა, მოდიოდა ესენ ყველასა თელავდნენ. და მივიდე ახლა იქამდე საქმე, ესენი არიან ფეხოსანი ჯარი. ამ ფეხოსან ჯარს ხმალიც აქვს, აი ესეთი. ჰოპლონები აქვს დიდი ხმალი და კავალერიას აქვს აი ესეთი ხმლები. კოპოსი ქვია ესეთ რაღაც